გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ზურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. საინფორმაციო გამოშვებას. საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში. მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. 6 მაისს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის რაიონში ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოილოცა. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალ საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა. უწმინდესმა და უნეტარესმა დევნილ მოსახლეობასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა თელ საქართველოს გილოცავთ წმინდა გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი. წმინდა გიორგი არის სწრაფად შემწე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წმინდა გიორგის ლოცვით გამთლიანდება საქართველო. მე ვქონდა ბედნიერება 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და სიყვარული სასოება სუფევდა ჩვენ შორის. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს. ყველაფერი უნდა დადგეს თავის ადგილას. წმინდა გიორგი ეწამა ქრისტესთვის და ჩვენ ვეწამებით ასევე ქრისტესთვის. მაგრამ წამებას მოსდევს სიხარული, ბედნიერება. ბედნიერება მოგანიჭოთ უფალმა. აფხაზეთის ხელისუფლებას ულოცავ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენთან არს ღმერთი. პატრიარქთან შესახვედრად ტაძრის ეზოში დევნილი მოსახლეობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მრევლი შეიკრიბნენ. მინდა მოულოცო სრულიად საქართველოს ჩვენს თანამემამულეებს წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულით. მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს, რომ მისი ლოცვა კურთხევით აქ შენდება მეტოქიონი წმინდა გიორგის ილორის ტაძრისა და ამ მშენებლობაში მონაწილეობს მთელი ერი-ბერი და არა მარტო აფხაზეთიდან. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას, ვინც ღებულობს და მიიღებს მონაწილეობას მის დასრულებაში. აქ ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ ჩასატარებელი. მე მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებული მამა ბევანს, რომელიც გახლავთ წინამძღვარი ამ რიგზისა. დარწმუნებული ვარ, წმინდა გიორგის ძალა ჩვენ დაგვეხმარება აფხაზეთში დასაბრუნებლად, აფხაზების დასაბრუნებლად, აფხაზურ-ქართული ურთიერთობის აღსადგენად. ძალიან სასიხარულოა, რომ პატრიარქი მობრძანდა და ილორის წმინდა გიორგი არის სიმბოლო ჩვენი ერთობის. იმის მიუხედავად, რომ სახე შეუცვალეს აფხაზეთის გარკვეულმა ხალხმა და სადეს ამეთი დაერღვია ჩვენი ერთობისა ფორმა, ეს არის დროებითი. დღევანდელი წმინდა ილორის მშენებლობა არის სიმბოლო სწორედ იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით, ერთად ვიქნებით და ისევ ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით, ისევ ერთად ვიცხოვროთ. შვიდობაში და სიყვარულში. იმ დღესვე ეკლესიაში დავანებული წმინდა გიორგის ნაწილები გამოაბრძანეს და ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ პარაკლისი აღავლინა. მინდა რომ სრულიად საქართველოს და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს მიულოცოთ გიორგობის დიდი დღესასწაული, განსაკუთრებული ზეიმიარე ქართველი ხალხისთვის გიორგობა, განსაკუთრებული დღე არის ილორის წმინდა გიორგის ტაძრისთვის, რომელიც თბილისში შენდება, სადაც მობრძანდა დღეს მისი უწმინდესობა, დალოცა მრევლი ტაძრის
ამშენებლები და კიდევ მოგცა ერთხელ ის იმედი, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და აღვნიშნავთ აფხაზეთში აი ამ დიდ დღესასწაულს წმინდა გიორგის ძალით და ლოცვა-კურთხევით. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს და უსურვებ მთელ ქვეყანას გამთლიანებას და გაერთიანებას. ძალიან სასიხარულო და კარგი ფაქტია ამ ტაძრის მშენებლობა და ღმერთმა ქნას, რომ მალე საქართველო ყოფილიყოს გაერთიანებული და გამთლიანებული. ულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და დღეს მოხარულები ვარ ჩვენი პატრიარქი მობრძანდება და აი ახალ ტაძარს ვაშენებთ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ყველა მონაწილეობას ვღებულობთ ამაში. ჩვენს მიწაზე დაგვაბრუნოს სულ ყველა ისა ჩვენი ოცნება. ძალიან გვიხარია ტაძარის შენდება წმინდის ყველაფერი მე და ყველა გაგახარდა დაუცვა გაგაძლიეროთ. ლოცულობთ დაბრუნებას ბილო რიგში. გილოცავთ ყველას გიორგობას და გვეცხოვრობს გამთლიანებულ საქართველოში. ძალიან გამიხარდა ჩვენი პატრიარქის ნახვა. ძალიან მინდა რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. აუცილებლად მინდა რომ დავბრუნდეთ სოხუმში და აფხაზეთში. თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონის მშენებლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და დევნილი მოსახლეობა. გასული წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშენებლობისთვის გაიღოს თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშენებლობის პროცესში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დონალდ ტრამპის მიერ 6 მაისს ხელმოწერილი ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის უპრეცედენტო კანონი განიხილეს. როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო აქტში პირველად გაკეთდა უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ახალი კანონის თანახმად ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს. კანონი კრძალავს რაიმე დაფინანსების გამოყოფას საქართველოს რეგიონების რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად. დოკუმენტი ასევე კრძალავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების, გრანტების თუ კრედიტების გამოყოფას ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. ამასთანავე 2017 წლის ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს სოლიდური სახსრების გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის კანონს პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის ისტორიული აქტი და საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება უწოდეს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე საგანგებო განცხადება მიიღეს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს არის დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური მნიშვნელობის ისტორიული აქტი. მასში პირველად კანონის ძალით დასტურდება ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. საკანონმდებლო დონეზე ასევე პირველად შემოდის ცნება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების შესახებ. ჭეშმარიტად განუზომელია აღნიშნული კანონის მნიშვნელობა არაღიარების პოლიტიკის შემდგომი წარმატებისათვის, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვი მუდმივად ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ლეგიტიმაციას საერთაშორისო არენაზე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოხატავს კმაყოფილებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მყარი და თანმიმდევრული მხარდაჭერის გამო. მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ზომებს, რომლებიც საქართველოს დეოკუპაციის დაჩქარებისაკენ, მისი უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ და არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისაკენ, საბოლოო ჯამში კი გარედან თავსმოხვეული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარებისაკენ არის მიმართული. უმაღლესი საბჭო მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განაგრძოს ძალისხმევა, რათა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის საკითხით დაექვემდებაროს.
პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში კანონის ძალა მიიღო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის აღიარებამ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა იმ ქვეყნებს, ეკონომიკურ სანქციებზეა საუბარი, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით, მაგრამ მთავარი სამუშაო არის წინ. აუცილებელია, რომ ეს შემდგომ წლებშიაც გაგრძელდეს. სასურველია და აუცილებელი არის, რომ სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ გადაწყვეტილებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმ ქვეყნებმა, ვისაც რუსეთმა სთხოვა, ასე ვთქვათ, ეღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ყველა იმ ქვეყანა მიიღო ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი აი ამ აღიარებიდან. ამ შემთხვევაში მათ წინ დაუხდებათ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად რეალური საერთაშორისო სამართლის სუბიექტიდან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, მისი მთელი შესაძლებლობებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არა მარტო ლოზუნგის ხასიათს, არა მარტო დეკლარაციულ ხასიათს, არა მარტო მოწოდებას, არამედ კონკრეტულ სანქციებსაც ითვალისწინებს. ეს არის მთავარი, ეს არის ხაზგასასმელი, ეს არის მისაბაძი ალბათ სხვა ქვეყნებისთვისაც და ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც ჩვენის აზრით უნდა იმუშაოს მთლიანად საქართველოს ხელისუფლება. მთელი ჩვენი ძალისხმელების მიმართვა იქითკენ, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქტი, რომ ეს და ანალოგიური ღონისძიებები გატარდეს და ანალოგიური გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული სხვა საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მხრიდან. ეს სერიოზული დოკუმენტი არის. მოგდეთ ახსოვთ სოფლიოში ჩვენი ქვეყნის პრობლემა აფხაზეთის სამაჩაბლოსი. ეს არის დიდი ძალისხმევით საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაო პოლიტიკური და ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულობასა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მომავალს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის შეზღუდვის საკითხებიც განიხილეს. კომისიის ხდომაზე მოწვეული იყო აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. მოისმინეს მანანა ქვაჩახიას ინფორმაცია გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის საკითხზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიისა და შესაბამისი კომიტეტების 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია პარლამენტში ერთობლივ სხდომაზე კვლავ განხილული იქნას ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკითხი და შესაბამის სტრუქტურებს კიდევ ერთხელ ეთხოვოს ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რაც ეხება ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემებს. აღინიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფო უწყებებმა გააგრძელონ განათლების უფლების დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივ რეჟიმში ინფორმირება. 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება, რომელშიც 6 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. 8 წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალ რექტორს 4 წლის ვადით აირჩევს. 11 მაისს უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატმა მათემატიკური მოდელირების დოქტორმა, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თემურ ჩილაჩოვამ შეკრებილი საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები, ვეტერანები, საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.
რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმაში გაწერილია სასწავლებლის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გზები, სასწავლო პროცესისა და სასწავლო პირობების სრულყოფა, ასევე სამეცნიერო პროცესის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმაში რექტორობის კანდიდატი საუბრობს უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლებაზე, რესპუბლიკურ და საერთაშორისო დონეზე კავშირების გაზრდაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერაზე, კოორდინირებულ თანამშრომლობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან. როგორც რექტორობის კანდიდატმა აღნიშნა, აუცილებელია სოხუმის უნივერსიტეტმა სწორი და ეფექტური მართვის გზით კვლავ დაიბრუნოს საქართველოში მოწინავე პოზიციები, რაც სამწუხაროდ ბოლო წლებში არ გააჩნია სასწავლებელს. როგორც პროფესორი თემურ ჩილაჩავა აცხადებს, უნდა ჩატარდეს რეფორმები, გამჭვირვალე კონკურსები და უნივერსიტეტის განსაკუთრებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე კაფეოდ განისაზღვროს სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები. ამ მიზნით უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის სპეციალისტებზე დღევანდელ მოთხოვნილებათა ბაზარს. რექტორობის კანდიდატი აუცილებლად მიიჩნევს თანამედროვე მოთხოვნილებების საფუძველზე ახალი სპეციალობების, მათ შორის ჟურნალისტიკის, სამკურნალო საქმის, ტურიზმის, ბიზნესის გახსნას. უნივერსიტეტში სწავლების შინაარსი და მეთოდები უნდა გადაწყდეს მეცნიერთა ფართო ჯგუფის ჩართულობით და რექტორობის კანდიდატი მიზანშეწონილად მიიჩნევს ინტენსიური სწავლების დანერგვას. როგორც თემურ ჩილაჩავა აღნიშნავს, სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ამისთვის აუცილებელია მეცნიერულ დონეზე სასწავლო პროგრამების, მეთოდიკისა და შეფასების თანამედროვე მოდელების დანერგვა. პედაგოგიური კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის მიხედვით ანაზღაურების გაზრდა. თემურ ჩილაჩავა აუცილებლად მიიჩნევს სტუდენტებისთვის თანამედროვედ მოწყობილი აუდიტორიებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური კაბინეტის მოწყობას. როგორც რექტორობის კანდიდატი აცხადებს, უნდა მოხდეს ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის შეღავათების დაწესება. ვეტერან ინვალიდთა შვილებისა და შვილიშვილებისთვის წლიური გადასახადის განახევრება, ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გადასახადის შემცირება, ომში დაღუპული გმირი მეომრების სახელობითი სტიპენდიების დაწესება, ასევე საკვირაო სკოლის გახსნა, სადაც ისინი უფასოდ მოემზადებიან უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის, ასევე მაგისტრატურისა და საატესტატო გამოცდებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კვლავ დაიბრუნოს ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მოწინავე ადგილი. ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ უნივერსიტეტში მთავარი უნდა იყოს სტუდენტი და რა თქმა უნდა პროფესორი, რომლის გამო სტუდენტი მოდის უნივერსიტეტში. ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაცია უნდა იყოს მხოლოდ დამხმარე საშუალება საერთო მიზნის მისაღწევად. საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში 4 წლის განმავლობაში დაიბრუნოთ მოწინავე ადგილები პირველ ხუთეულში და პერსპექტივაში შემდგომში ევროპის საუნივერსიტეტო ოჯახში დავიკავოთ ღირსეული ადგილი, იმიტომ რომ პოტენციალი არის. შეხვედრაზე გამომსვლელებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უნივერსიტეტში არსებულ ხარვეზებზე, როგორც საგანმანათლებლო სფეროში და ინფრასტრუქტურაში, ასევე მართვის პროცესში. ხაზი გაუსვეს სასწავლებელში სიახლეებისა და ცვლილებების აუცილებლობას. მადლობა მინდა უთხრა ბატონ თემურ ჩილაჩავას, იმიტომ რომ მან მოგვიწია გაგვაცნო ეს პროგრამა, ანუ მისი ხედვები, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმის, რა მიმართულებები უნდა იყოს, რა ადგილი უნდა ეკავს აქ ვეტერანის შვილებს, ომში დაინვალიდებული შვილებს და ზოგადად აფხაზეთის საზოგადოებას, აფხაზეთიდან წამოსულ სტუდენტებს და ახალგაზრდობას. მინდა გითხრათ, რომ მივესალმებით ძალიან სწორი და უკვე კარგი ხედვა, სახელმწიფოებრივი ხედვა ეს. ადრე ესე აქტიურად არ ვიყავით ჩართული, მაგრამ ხედავთ, რომ მე-16 ადგილზეა სამწუხაროდ ჩვენი სოხუმის უნივერსიტეტი, მაშინ, როდესაც ბატონი ოთარი ჟორდანიას დროს იმ პერიოდში ამ უწესიერესმა ადამიანმა შექმნა ეს უნივერსიტეტი თბილისში. დევნილებისათვის 12% არის დევნილი სტუდენტები. წარმოიდგინეთ და სამწუხაროდ ჩვენ თბილისშიც ვკარგავთ სოხუმს. ვთხოვ სხვა კანდიდატებსაც ბუნებრივია მოვისმინოთ მათი ხედვა, რომ საზოგადოებას ჩვენ ვეტერანებს არ გაუჩნდეს რამე კითხვები, ვინ აერჩიეს, რატომ აერჩიეს, ვისი მითითებით და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღესდღეობით სოხუმის უნივერსიტეტი არის იმ დონეზე ჩამოსული და ძალიან რეიტინგი ძალიან დაბალი გვაქვს. სამწუხაროდ არის ეს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადი არის. ეს არის ხიდი აფხაზეთში დასაბრუნებელი და ჩვენ ამ მდგომარეობაში ახლა ვიმყოფებით, ამით ჩვენ ვერასდროს ვერ ჩავალთ აფხაზეთში და რამე ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამაზე ქონდათ ცლად ბატონ თემურს წარდგენილი თავისი პროექტები, რა მიზნები აქვს, რა ღონისძიებების გატარება უნდა, რა ცვლილებები უნდა მოხდეს უნივერსიტეტში.
ერთ-ერთი და მაყოფილები ვართ, რა თქმა უნდა, სტუდენტები მივესალმებით ყოველ რაც იქნება სიახლე მისასალმებელი არის, განვითარება მისასალმებელი არის. იმიტომ მოვედი, რომ მიყვა სამართლიან, მე ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ვნახავ სამართალს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყრის კენს, ვინ არის პიროვნება, სიმართლე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი იყო სამართლიანობა. სამართლიანობა დღეს ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან აკლია, ინფრასტრუქტურა არ აქვს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა იმ უნივერსიტეტში, სადაც წლიური შემოსავალი ბიუჯეტი შეიძლება იყოს 7 მილიონი ლარი. ამ არჩევნებისგან ველოდები, რა თქმა უნდა, ცვლილებას ველოდები იმას, რომ რაღაცა შეიძლება ინფრასტრუქტურის მხრივ და ამ უნივერსიტეტსაც ასე ვთქვათ ეშველება. მე გული დამწყდება იმაზე, რომ მე მომიწია ბევრჯერ სტუდენტური სტატუსის შეჩერება გადაუხდელობის გამო. მე ვარ ვეტერანი და ოჯახიდან. ჩემი ოჯახი მე მგონი იმას მაინც იმსახურებდა, რომ ელემენტარული დახმარება გაეწია. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია ესწრებოდნენ. მე დიდი ხანია ვიცნობ ამ უნივერსიტეტს და ასეთი ყურადღება ამ არჩევნებისადმი მე არ მიგზნია არასდროს. ეს ამ შეხვედრაზე იმიტომ ვარ მოსული რომ დამპატიჟა ერთ-ერთმა კანდიდატმა ბატონმა თემურ ჩილაჩა. სხვები დამპატიჟებენ, მე სიამოვნებით მოვალ სხვა კანდიდატების პრეზენტაციაზე. ერთ რაღაც გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი. რამოდენიმე გამოსვლაში გაისმა ჩვენდამი მთავრობისადმი მოწოდება, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ უნივერსიტეტს, მეტად ვიყოთ საქმის კუთხით თუ რა ხდება და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს მოქმედებთ იმ კანონის შესაბამისად, რომელიც არის უმაღლესი სასწავლებლების მიმართ მიღებული ქვეყანაში. ეს გახლავთ უნივერსიტეტის ავტონომია, ამიტომ აფხაზეთის მთავრობა ვერ და არ ჩაერევა არც არჩევანში და არც საქმიანობაში. ჩვენ უბრალოდ გულშემატკივრობთ, გული ტკივა, თუ რამე აქ ცუდად წავა, ისე არ წავა, როგორც ამ უნივერსიტეტს მის წარსულს, მის საოცარ დიდ გამოვლილ გზას ეკადრება. არის რაღაც საკითხები მართლა მოსაგვარებელი და ბუნებრივია. არჩევნები იმიტომ არის დაწესებული, რომ ახალმა ტალღამ, ახალმა ხედვამ უნდა გამოასწოროს ის, რაც იყო ნაკლოვანებები. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დღე აღინიშნება. პირველი სამგზავრო ავიარეისი მაშინდელი საკავიას ინიციატივით თბილისი-მანგლისის მიმართულებით შესრულდა. საინტერესო და რისკიან პროფესიას მიმდევრები მალევე გამოუჩნდნენ აფხაზეთშიც. 1929 წელს სოხუმში ეგრეთ წოდებული მაიაკის დასახლებაში შენდება აეროპორტი და იწყება ფრენები ახალგახსნილ საჰაერო გზაზე თბილისი-სოხუმი-ქუთაისის სოჭი-მოსკოვის მიმართულებით. ამ პერიოდს უკავშირდება აფხაზეთის ჯერ ავიაესკადრილიის, ხოლო შემდგომ ავიარაზმის შექმნაც. მოგვიანებით აეროპორტი 1947 წელს გადატანილი იქნა სოხუმთან ახლოს სოფელ ბაბუშერაში. მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა და ხუთი აეროპორტი შემოდიოდა ჩვენთან: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, სოხუმი, ფსხუ. მუშაობდა სადღაც 2000-ზე მეტი ადამიანი. სოხუმის აეროპორტიდან თითქმის ყოველ დღე 117 რეისი სრულდებოდა საბჭოთა კავშირის ყველა მიმართულებით, ყველა დიდ ქალაქში აბსოლუტურად. სოხუმის ავიარაზმის შექმნის დღეს 5 მაისს აფხაზეთელი ავიატორები ტრადიციულად იკრიბებიან და მონატრებით იხსენებენ აფხაზეთს, სოხუმს, ბაბუშერას აეროპორტს. მიზანი ჩვენი არის დღეს, რომ არ დავკარგოთ ის ტრადიციები, ის ადათ-წესი, რაც ჩვენმა წინაპრებმა, ვინც ჩვენ გვასწავლა კაცობა, ფრენა, პროფესიონალიზმი, ესენი დღეს თითქმის 99% არავინ არ არის და ჩვენ ეს ტრადიციები და ეს ყველაფერი უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. დევნილი ავიატორების სიამაყით იხსენებენ, რომ სხვადასხვა ეროვნების კადრებით დაკომპლექტებული სოხუმის ავიარაზმი ქართულ საქმეს პირნათლად ემსახურებოდა.
როგორც ერთი ოჯახი ისე ვიყავით. კიდევ ვიმეორებ, ეს იყო ყველაფერი დამსახურება ჩვენი მეთაურების ბატონი ტარკილის, ბატონი რეზოგვიევას, ბატონი გოგიბაცაძეს და ასე ჩვენი ხელმძღვანელობის დამსახურება იყო. იქ ვინ გინდათ არ იყო უკრაინელი, ებრაელი, კორეელი, ესტონელი. სოხუმის აეროპორტი ერთ-ერთი სამაგალითო იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში და ყოველდღიურად სხვადასხვა დანიშნულების რეისებს ასრულებდა. 92-93 წლებში ხელოვნურად გაღვივებულმა კონფლიქტმა საქართველოს ავიაციას საომარ რელსებზე გადაიყვანა. როგორც კი დაიწყო ომი, სოხუმის აეროპორტი გაერთიანება გადაკეთდა სოხუმის სამხედრო ავიაგარნიზონად. და ჩვენ ვასრულებდით ყველა სამხედრო დავალებებს, რომელსაც ჩვენ გვაძლევდა სამხედრო საბჭო. ეს იყო გზავრთა გადაყვანა, ეს იყო დევნილების გადაყვანა, ეს იყო სამხედრო პირების გადაზიდვა, გადმოყვანა. ჩვენ ვიბომბებოდით ყველა მიმართულებით ზღვიდან, აერიდან, მთიდან, რა ვიცი, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს არ მიუტოვებია თავისი ადგილი, ყველა მუშაობდა, ყველა ასრულებდა თავის მოვალეობას. და ბოლომდე ასეც იყო 27 სექტემბრამდე. თითქმის ყველაზე გვიან ავიაციამ დატოვა სოხუმი. ქართულმა ავიაციამ ამ ომში დიდი დანაკლისი განიცადა. ჩვენ ახლა ვიხსენებთ იმ ხალხს, ვინც ჩვენს მეგობრებს, ჩვენს სულიერ ძმებს, ვინც არიან დაუბრუნდეს იყო ხომალდის მეთაური ტაბუევი, ოთარი შენგელია და ეს წარმოიდგინეთ ტაბუევი იყო ოსი ებრაელი სერგეი შახი, უკრაინელი ვლადიმერ ნაზარკო, რუსი ოლია მარგუნოვა და ქართველი ქეთინო კვარაცხელია. ავიატორებში პროფესიული საქმიანობის იდეა არც ომის შემდეგ გამქრალა და დევნილობაში შეიქმნა ავიაკომპანია აბავია, რომელმაც 2000 წლამდე იარსება. პირველი რეისები დავიწყეთ თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით. კვირაში იყო 2-3 რეისი, მაგრამ ეს ჩვენ ყოფნიდა იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი კოლექტივის. დევნილები ჩვენ გადაყავდა თითქმის უფასოდ, უმეტესობა. დევნილობაში მყოფ ავიატორებს დღემდე აქვთ კონტაქტები აფხაზ კოლეგებთან და ურთიერთობების აღდგენის იმედით ცხოვრობენ. 5 დღის უკან მე ველაპარაკე ერჟბას და ვეუბნები მაბადე ახლა რუსულად უნდა გითხრათ. Если слава у тебя, говорю, ностальгия, говорю, встречи, не скучаешь, говорю, без нас, да. Джергачум, да, месмис, хмис канкали. Не дави меня на больной мозоль. Камигет. Да ყველა ეს ლაპარაკი არ შეუძლია. არაფერი ჩვენში არ ყოფილა, ჭუბიდა ჩვენში არ ყოფილა. ეს როგორც აი როგორ გითხრათ ახლა ბავშვებისაც ჩვენ ავიყვანთ პატარა ლექსა ერთმანეთს ვაჯახებთ და ვაჭუბებთ. აი ესე არ გვაჭუბებს და ერთმანეთს დაგვაპირისპირეს, ერთმანეთს დაგვაჯახეს და გამოვიდა მესამე გამარჯვებული. ეს არის და ეს. უხუმალოდ დარჩენილ აფხაზეთელ ავიატორებს კვლავაც აქვს ცაში განავარდების, უკიდეგანო სივრცეების დაპყრობის ნოსტალგია. ამ ნატვრის განსხვავებას კი ავიატორების შვილიშვილების მომავალს უკავშირებენ. აწი ჩემი ფრენა დამთავრებულია 74 წელს და აი ჩემი შვილიშვილმა გააგრძელოს ის რასაც მე გადავცემ და ამ კურსს სპეციალურად უნდა გადავცე ჩემს შვილიშვილს დემეტრეს და ეს იქნება მომავალი ფრენავი. ხო ბაბუ, გიყვარს ფრენა? აი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტდარბაზში აფხაზეთის ღია პირველობა 2003, 2005, 2006, 2007 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის ფარიკაობაში გაიმართა. ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი და ირანელი სპორტსმენები
მცენარეები იღებდნენ მონაწილეობას. ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა წელს მე-6-ად გაიმართა. ტურნირის მიზანი ფარიკაობის როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენა, სპორტული ოსტატობის ამაღლება და ჯანსაღი თაობის აღზრდა. ტურნირში 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ყველა რეგიონებიდან არიან სპორტსმენები, აფხაზეთიდან 20 სპორტსმენი მიღებულოს მონაწილეობას. ჩამოსულია სტუმრები სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, ქუვეიტის წარმომადგენლები, ბელორუსიის წარმომადგენლები, ასე რომ უფრო ფართო მასშტაბით მიმდინარეობს ეს ჩვენი ღონისძიება. ამ ტურნირის ჩატარება მნიშვნელოვანია ამით, რომ აფხაზეთს დიდი სპორტული ტრადიციები გააჩნდა, იქ აღიზარდნენ მრავალი მოფარიკავეები და რომლებმაც ასახელეს არა მარტო აფხაზეთის, საქართველოს მთლიანად. ამ ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ფარიკაობის პოპულარიზაცია. გუშინ დაიწყო აფხაზეთის ღია პირველობა, რომელიც უკვე ტრადიციულ შეჯიბრად იქცა, მე-6 წელია რაც სტარდება, რაც მეტად სასიხარულოა, ყოველ წელს მატულობს მონაწილეთა რიცხვი და სპორტსმენთა რიცხვი, ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც სურთ ჩამოსვლა ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. წელს მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა მონაწილემ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ვისურვო, რომ მომავალშიც ეს ტრადიციად ქცეული ტურნირი კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაიზარდოს მონაწილეთა რიცხვი და ყველას მინდა უსურვო წარმატება. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელი შეჯიბრით ვარ ძალიან გახარებული, რადგან დღეს აფხაზეთის პირველობაზე ავიღე პირველი ადგილი. ეს შეჯიბრი ბევრჯერ ტარდება და ვიმედოვნებ, რომ შემდეგში უფრო მაღალ საფეხურზე იქნება. ეს შეჯიბრი იყო აფხაზეთის თასის, ყოველ წელს ტარდება ეს შეჯიბრი და წინაზე მეორე ავიღე, მაგრამ შემდეგ გამოვასწორე ის შესაბამები, რაც მქონდა და პირველი ავიღე. ბედნიერია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ პირველი ამეღო, მომავალშიც მგონია რომ კიდევ ავიღებ. ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 2 აღსაზრდელების მონაწილეობით რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. აღსაზრდელებმა კომპოზიტორის ცნობილი სიმღერები და რომანსები შეასრულეს. საღამო არის უნიკალური ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძისადმი მიძღვნილი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი თაობა სწავლობს და მომავალშიც თავიანთ შვილებს გაუზიარებენ ჩვენი უნიკალური ქართველების შემოქმედებას. დღევანდელი საღამო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აღსაზრდელებისთვის, იმიტომ რომ ისინი ეზიარებიან ხელოვნებას და რევაზ ლაღიძის შემოქმედებისადმი სიყვარულს. მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ და ვთვლი რომ ეს საღამო შედგა. დღეს ჩატარდა რევაზ ლაღიძის საღამო, სადაც მონაწილეობა მივიღე და შევასრულე მისი თბილისო და ასევე დარკვეთილო ქალო. ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი დღით და ძალიან მიხარია მსგავს ღონისძიებებში რომ ვიღებ მონაწილეობას. ბედნიერი ვარ რომ დღევანდელი დღე შედგა და სასურველი იქნება რომ ძალიან ხშირად იყოს ესეთი საღამოები ყველა კომპოზიტორის და შესრულა რევაზ ლაღიძის სხვადასხვა კომპოზიციები და სიმღერები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ ესეთი კარგი კომპოზიტორები ყავს ქართველებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ესეთი საღამოების გამართვა ძალიან ხშირად. ხელოვნების სკოლა აფხაზეთი 2 ყოველწლიურად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებით საღამოებს მასპინძლობს და ამ ფარგლებში მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს. ევროპის დღეები 2017-ის ფარგლებში ხელოვნების ცენტრ ფილიანტმა გამოფენამ ზერასხივებთან შეხებისას მოაწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ქართული და ევროპული მითების, ლეგენდების, თქმულებების, ზღაპრების თემაზე შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსკლუზიური ნამუშევრები. მათი აღქმა შეხებით, სინათლისა და ხმის ეფექტებით სპეციალური საჭიროების მქონე პირებს შეეძლოთ. როგორც პროექტის ავტორი ქეთი მატაბელი აღნიშნავს, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მყარდება ურთიერთობა შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და საზოგადოებას შორის. ნამუშევრების შექმნა კი ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს მათთვის აღქმადი გახადოს გარესამყარო.
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით ჩვენ მოვაწყეთ გამოფენა უსინათლოებისთვის და ნაკლებად მხედველი ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის. მათ შეუძლიათ შეეხონ თითებით ყველაფერს აღიქვან განათებებით, შეგრძნებებით, ხმის ეფექტებით და ჩემი სტუდენტები არიან ბედნიერები, რომ მათ გააკეთეს ძილის სიკეთე. მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ პირველ რიგში ის, რომ კომუნიკაცია დამყარდება უსინათლოებსა და საერთოდ საზოგადოებას შორის, რომ ჩემი სტუდენტები შექმნიან ნამუშევრებს. ჩვენ უსინათლოები ძალიან დიდ უნარებს გვაძლევენ. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება ჩვენი შემოქმედებისთვის. დღეს ძალიან საინტერესო გამოფენა გაიხსნა. ძალიან ბევრი ფაქტურები არის შერეული და უცნაური გამოფენა შეიძლება ითქვას. ხელით აღქმადი ნამუშევრები არის უფრო უნარშეზღუდული ბავშვებისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თვითონ გამოფენა და შეხება. ამ ნამუშევრების მეშვეობით ბავშვები შეძლებენ კარგად აღიქვან და ეზიარონ ხელოვნებას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის ბიძინა სიდიანის ნამუშევრები. დამწყები შემოქმედი სხვადასხვა გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას და როგორც თავად აღნიშნავს, ასეთი პროექტების არსებობა აუცილებელიცაა. გამოფენა, როგორც იცით, არ არის სტანდარტული გამოფენა, მაგალითად, ერთი რომელიმე კონკრეტული გზით წასული, ბევრ სხვადასხვა თემებს მოიცავს. არის გაერთიანება ქართული, ევროპული, ეგ სხვადასხვა მოტივები არის შეკრებილი და არის გაერთიანებული ერთი კონკრეტული მიზნისთვის, უფრო გაუმარტივოთ გზა და ადაპტირებული გახდეს უსინათლოებისათვის. ულოცავ თითოეულ მონაწილეს დღევანდელ დღეს მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დონის გამოფენები, რადგან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ჭრდილშია იმსახურებს, რომ გაიცნოს საზოგადოებამ ძალიან ასიამოვნები ვარ დღევანდელი დღით. წარმოდგენილია იქ არაჩვეულებრივი ისე როგორც ცნობილი მხატვრების თუ მოღვაწეების ნამუშევრები, ისევე დამწყები სტუდენტები და მათ დიდ წარმატებებს უსურვებ. მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, რადგან მათთვის არ არის დღეს ეს შეიძლება ითქვას და ჩაითვალოს ფუფუნებად, რადგან არ არის ხელმისაწვდომი მსგავსი გამოფენები და მე აღფრთოვანებული ვარ იმ შესაძლებლობებით, რაც მათ მიეცათ ამ გამოფენით. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა. მისი პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდაჭერა ჩვენ სიუჟეტში. საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი და ახალი ადმინისტრაციის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ასე აფასებენ თბილისში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ამერიკაში და ქვეყნის პირველ პირებთან ქართული მხარის შეხვედრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრა იყო. თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. დონალდ ტრამპთან შეხვედრას წინ უძღოდა გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ქართულმა მხარემ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღო საქართველოსადმი მხარდაჭერის შესახებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავების ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, ჰქონდა საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე, ეს არის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება, ეს არის კულტურული ურთიერთობები, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში
მომავალი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრი სახლის შემდეგ შეხვედრები სენატში გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯონ მაკეინს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია. გიორგი კვირკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სენატორებს რონ ჯონსონს, კრიმ მერფის და ჯინ შაჰინსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე. სენატორებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე საუბრისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა. თავდაცვა, უსაფრთხოება და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაღრმავება ასეთი იყო შეხვედრის დღის წესრიგი. სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ახალ შეთანხმებას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ მოაწერეს ხელი. შეთანხმება იძლევა საფუძველს გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობები და ტერორიზმის წინააღმდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. ისაუბრებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აგრესიაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ამერიკის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავდნენ, ვიზიტი უპრეცედენტოა შედეგების თვალსაზრისით. ამ შეხვედრებით ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოხატა, რომ თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებში მაქსიმალურად გაღრმავდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ თანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან 25 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის და ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი მიმართულებების, ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე ამ მიმართულებების გაღრმავების. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკაში ვიზიტი და თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ოფიციალურად თბილისმა შეაფასა როგორც ამერიკის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დემონსტრირება. მით უფრო როცა იგეგმება თეთრი სახლის ლიდერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ქართული მხარის განმარტებით თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე ამერიკამ მკაფიო გზავნილი გააგზავნა რეგიონში, რომ ოფიციალური ვაშინგტონისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება. სტრატეგიული პარტნიორების მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკას საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილი უნდა გახდეს. პუტინთან შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე აღსანიშნავია და საგულისხმოა ის, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია საკანონმდებლო აქტის ხელმოწერით დაადასტურა. ამ მოვლენის ფონზე ქართული მხარე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და ამერიკას საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნევს. ნათლად აფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი ერთობლივი საქმის გამარჯვება. მხარდაჭერა იქნა გამოხატული საქართველოს მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით დაახლოების გზაზე. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით.
ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.